გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ღმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯოა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ექიმი, ფსიქიატრი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქალბატონი ანა ჭუმბურიძე. მოგესალმებით, ქალბატონო ანა, დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება შფოთვითი აშლილობები და მოდით ქალბატონო ანა დავიწყოთ საუბარი ზოგადად იმით, თუ რა არის შფოთვითი აშლილობა. შფოთვითი აშლილობა ეს არის მენტალურ აშლილობათა გარკვეული ჯგუფი. რითი განსხვავდება ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური შფოთვისგან. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური შფოთვა ეს არის ნორმალური ემოციური მდგომარეობა, ადაპტაციური რეაქცია, რომელიც წარმოიშობა საფრთხის აღქმის, საფრთხის შემცველი სიტუაციის აღქმის საპასუხოდ. შესაბამისად, საფრთხის პროპორციულია განცდაც. აი შფოთვით აშლილობებზე კი ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც განცდა არ არის საფრთხის პროპორციული, განიცდება გადაჭარბებული ძლიერი შიში, განგაშის შეგრძნება და იმდენად ძლიერი არის ეს სიმპტომატიკა, რომ არღვევს ფუნქციონირებას პიროვნებისას სხვადასხვა არეალში, სადაც ის ფუნქციონირებს. ეს იქნება სკოლა, სამსახური, ოჯახი, პირადი ცხოვრება თუ ასე შემდეგ. როგორც ვიცით, ქალბატონო ანა, შფოთვითი აშლილობების სხვადასხვა ტიპები არსებობს. აი ამ ტიპებზე რომ გვესაუბროთ და როგორ ხდება მათი ერთმანეთისგან გარჩევა. კლასიფიკაცია არსებობს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები, რის მიხედვითაც გამოყოფენ რამოდენიმე ტიპის შფოთვით აშლილობას. შფოთვითი აშლილობა ერთმანეთისგან სიმპტომოკომპლექსით განსხვავდებიან და შესაბამისად დიფერენცირება სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობა. შფოთვითი აშლილობები მაგალითად გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, როდესაც შიში გენერალიზებულია, პანიკური შფოთვითი აშლილობა, როდესაც შეტევის მაგვარი არის შფოთვის შეტევებით მიმდინარეობს, თავისთავად მას ყველა შემთხვევას თავის სიმპტომოკომპლექსი ახლავს. არსებობს სოციალური შფოთვა, როდესაც ინდივიდს უჭირს სოციუმში გასვლა და სოციალური სიტუაციები ქმნის მისთვის წარმოადგენს მისთვის შფოთვის წყაროს. ასევე სპეციფიკური ფობიები, როდესაც კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის მიმართ ყალიბდება შიში, ეს არის მაგალითად ძაღლის შიში ან სიბნელის შიში. ასევე სეპარაციის შფოთვის აშლილობა, განშორების შფოთვის აშლილობას, რომელსაც ვეძახით. ასევე არის შფოთვითი რეგისტრის აშლილობები, რომელიც კონკრეტულად შფოთვითი აშლილობების ჯგუფში არ ერთიანდება, თუმცა რეგისტრით ნამდვილად შფოთვითი აშლილობები ესეთი ობსესიური კომპულსიური აშლილობა არის, სელექტიური მუტიზმი, რაც ბავშვებში გვხვდება, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა და ასე შემდეგ. რა ნიშნები და სიმპტომები, ასე თქვა, ძირითადი, როდის უნდა მივხვდეთ, როდის უნდა მივმართოთ ფსიქიატრს? შფოთვითი აშლილობების სიმპტომები და ნიშნები სამ კატეგორიაში ერთიანდება, ანუ სამი ტიპის ნიშნებად არის წარმოდგენილი. პირველი ეს არის ემოციურ-კოგნიტური ნიშნები. ეს არის მაგალითად შიში, ძლიერი შიში, ძლიერი განგაშის შეგრძნება, წუხილი, ასევე აზროვნების, ანუ კოგნიტურ პროცესთან დაკავშირებული, როგორიც არის მაგალითად კატასტროფული აზროვნება. კატასტროფული აზროვნება გულისხმობს იმას, რომ კონკრეტული სტრესორი, რომელიც თავის მნიშვნელობით მცირეა, შესაძლებელია წარმოქმნილი იქნეს როგორც კატასტროფა. მაგალითად, თავის ტკივილი შესაძლებელია მოლოდინი ქონდეს ადამიანს, რომ ასე აქვს რაღაცა მნიშვნელოვანი სიმსივნური მაგალითად დაზიანება, ანუ ახდენს კატასტროფიზაციას მოვლენის, ასევე ფოკუსის სირთულეები, გაფანტულობა ყურადღების და ასე შემდეგ. მეორე სიმპტომთა ჯგუფი, რომელიც ერთიანდება ფიზიკურ სიმპტომებში, ეს არის ასევე ძალიან დამახასიათებელი შფოთვითი აშლილობის დროს. ყველას ალბათ, ვისაც ქონია შფოთვა, წარმოუდგენია ეს როგორც ხდება, არის კარდიოვასკულარული სიმპტომები, მაგალითად გულისცემის აჩქარება, პულსაციის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ასევე სიმპტომები სუნთქვის სისტემის მხრივ, გახშირებული სუნთქვა, გაძნელებული სუნთქვა, კუჭნაწლავის სისტემის მხრივ, დიარეა, აბსობა, კუნთური სისტემის მხრივ, მაგალითად დაძაბულობა კუნთების ან ტრემორი, კანკალი და ასე შემდეგ. ანუ ფიზიკური სიმპტომებშიც გამოიხატება შფოთვითი სიმპტომები. და მესამე ეს არის ქცევითი სიმპტომები. ქცევითი სიმპტომები თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეს კატეგორია, იმიტომ რომ
ეს მიმართული არის გარკვეულად დაძლევისკენ შფოთვის და არსებობს მაგალითად თავისარიდების ქცევა, როდესაც კონკრეტული შფოთვის შემთხვევაში პირი იმ სიტუაციას, სადაც მისთვის შფოთვა შეიძლება ის სიტუაცია, რომელიც მისთვის შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს, ეს ადგილს თავს არიდებს, მაგალითად სოციალური შფოთვითი აშლობის დროს ერიდება ადამიანი პრეზენტაციის გაკეთებას, ან ლექციაზე წარდგომას პუბლიკის წინაშე და ასე შემდეგ და არსებობს კიდევ დაცვის უსაფრთხოების ძიების ქცევა, ეს ძალიან საინტერესო ქცევა არის, როდესაც პირი ცდილობს, რომ მისთვის უსაფრთხოების შესაქმნელი რაიმე ნივთიან მოვლენა ან ადამიანით შეიძლება მაგალითად მედიკამენტი მუდმივად თან აქვს, თუ კი მას აქვს ცუდად გახდომის შიში, ან მარტო სახლს არტოვებს და არ გადის გარეთ, თუ კი ადამიანი ვინ ეყოლება გვერდით, რომელიც შესაძლოა დაეხმაროს გასაჭირში, ასეთ ადამიანთან ერთად ან უსაფრთხოებისთვის ეძებს რაღაც გარკვეულ ობიექტს და ეს არის ქცევითი სიმპტომები. არის თუ არა შფოთვი აშლილობები ფსიქოლოგიური პრობლემის შედეგი, თუ არსებობს გარკვეული ბიოლოგიური ფაქტორებიც? დღესდღეობით თანამედროვე შეხედულებით ფსიქიატრია ბიოფსიქოსოციალურ მოდელს განიხილავს შფოთვის წარმოშობისა და მართლაც ასე არის. ცალ-ცალკე რო განვიხილოთ ბიოლოგიური ფაქტორები, ეს არის მაგალითად, თუნდაც გენეტიკა, ვერ ვიტყვით, რომ კონკრეტული გენი არსებობს, რომელიც პასუხისმგებელია ამა თუ იმ შფოთვით სიმპტომის განვითარებაზე, თუმცა წინასწარ განწყობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და შეგვიძლია ვისაუბროთ ასევე იმაზე, რომ არსებობს გენთან გარკვეული კომპლექტი, რომელიც პასუხს აგებს სტრესის გადამუშავების მექანიზმებზე. ანუ ეს შეიძლება იყოს დეტერმინირებული ბიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება, ასევე ნეიროტრანსმიტერები, რომელიც ვიცით და ყველას გაგვიგია სეროტონინი, ადრენალინი, რომელიც ახდენს ბუნებრივი სტრესის განვითარებაზე, ასევე ტვინის გარკვეული სტრუქტურები, თავის ტვინის სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელია ემოციებზე, შიშებზე და შესაბამისად ეს სტრუქტურებიც ახდენს გავლენას. მეორე ფსიქოლოგიურ კოგნიტური ნაწილი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გაგვაჩნია რაღაც გარკვეული სქემები, რომელშიდაც გაივლის სტრესორი თუ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია შფოთვა გამოიწვიოს და შესაბამისად ამ კოგნიტური სქემების მიხედვით ჩვენ აღვიქვავთ საფრთხეს ამა თუ იმ სტრესორისგან. აი მაგალითად კატასტროფიზაცია ადრეც ვახსენე და ეს არის ზუსტად, როდესაც ადამიანი ფაქტობრივად მიდრეკილია, რომ მცირედი სტრესორი წარმოადგინოს უფრო დიდად, ასევე არის კოგნიტური შეცდომები, მაგალითად, როდესაც მოლოდინი არსებობს მუდმივად, რომ ეძიოს რაღაცა გაურკვევლობა და გაურკვევლობის შიში არსებობდეს. ანუ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ კოგნიტურ სქემებზე, რომელიც ჩვენში არსებობს. ასევე სოციალური ფაქტორები არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ყველას მოახსენება, რომ რაღაც გადატანილი ტრამვები, სოციალური ანუ აღზრდის პერიოდში ჩამოყალიბებული, თუნდაც აღზრდის სტილი, რომელსაც შესაძლებელია ჩამოყალიბოს პიროვნება, გარკვეული შესაძლებლობით, როგორ მოახდინოს ემოციის რეგულაცია. ბუნებრივია სამივე კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი შფოთვის ჩამოყალიბებაში, ან შფოთვის პროვოცირება, შეუძლია სამივე აი ამ ფაქტორს. როგორც თქვენ ახსენეთ, ქალბატონოვნა გარემო ფაქტორებია, ამ შემთხვევაში მაგალითად რა შეუძლიათ გააკეთონ ოჯახის წევრებს, ან თქვენ მეგობრებს, რომ ხარი დაუჭირონ, ასე თქვა, შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს? საერთოდ ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა და მენტალური ჯანმრთელობის შემთხვევაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანი ამის გაკეთება შეუძლიათ ოჯახის წევრებს მიკროსოციუმს, რომელიც ამ ადამიანის გარშემო ტრიალებს. პირველ რიგში, რაც აღსანიშნავია აუცილებლად არის ის, რომ არ უნდა არსებობს გარკვეული ფრაზები, რომელიც არ უნდა გამოვიყენოთ კატეგორიულად შფოთვითი აშლობის მქონე პირთან. ეს არის მაგალითად არაფერი სანერვიულო არ არის, ესეთი არაფერი არ ხდება. ეს ფაქტობრივად იწვევს მნიშვნელობის, ან მათ უჩნდებათ განცდა, რომ მისი სიმპტომის მნიშვნელობას ამცირებდა, თითქოს არაფრად აგდებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირიქით უნდა მოხდეს ვალიდაცია მის სიმპტომების, მათ უნდა უთანაგრძნოთ, უნდა განსჯის გარეშე მოვუსმინოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ახალისდეს მკურნალობა, იმიტომ რომ ჩვენ სივრცეში და ალბათ ყველა სივრცეში შეიძლება ეს პრობლემა დადგეს, რომ მკურნალობის დაწყება, განსაკუთრებით როცა მენტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, უჭირთ ხოლმე ამ გადაწყვეტილების მიღება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წავახალისოთ ისინი იმისთვის, რომ მათ იმკურნალონ. ანუ ყველა ეტაპზე შესაძლებელია, რომ ხარდაჭერა მიკროსოციუმმა ადამიანს აღმოუჩინოს, რომელსაც აქვს ეს პრობლემები, აღნიშნული პრობლემები. მკურნალობაზეც რომ გადავიდეთ, როგორია თანამედროვე მკურნალობის მეთოდები? შფოთვითი აშლილობების მკურნალობის ინტერვენციისთვის, მკურნალობისთვის არსებობს ორი ჯგუფი მკურნალობისა ინტერვენციისა, ეს არის ფსიქოთერაპიული მკურნალობა და არის ფარმაკოთერაპია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპია არ იყენებს მედიკამენტს, მაგრამ ფსიქოთერაპიას აქვს გარკვეული მიმართულებები და არსებობს ამ მიმართულებებში კიდევ უფრო მორგებული შფოთვით აშლილობაზე მიმართულებები, ეს არის მაგალითად CBT, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც მტკიცებულებზე დაყრდნობით საუკეთესო მეთოდი არის შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, ასევე გამოიყენება DBT, გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ფსიქოთერაპიები, ბავშვებში მაგალითად განსაკუთრებით იმის გამო რომ კოგნიტურად ანუ პატარები არიან, ან პატარა ბავშვებს გულისხმობ, ისინი მათთან კოგნიტურ თერაპიაზე უკეთესად, მათი ემოციურობიდან გამომდინარე, მუშაობს არტ თერაპია. ანუ ინდივიდუალურად უნდა მოხდეს შერჩევა, რომელი თერაპია ემუშავებს რომელ ადამიანთან. მეორე ინტერვენციის სახე ეს არის ფარმაკოთერაპია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისი საჭიროების შემთხვევაში. ამაზე არ შევჩერდები ხანგრძლივად, არსებობს გარკვეული ფარმაკოთერაპიული ჯგუფები, რომლებიც გამოიყენება შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ და ეს ცალსახად არის ექიმის გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რჩევის ან მეგობრის გამოცდილებას და დაყრდნობით მედიკამენტის მიღება, ეს უნდა გადაწყვეტოს ექიმმა, ძალიან ზუსტად უნდა იცოდეს, რისთვის ინიშნება მედიკამენტი და ერთი მინდა დავამატო უბრალოდ, რომ არსებობს შფოთვითი აშლილობების ისეთი ჯგუფი, რომელსაც ანუ ისეთი ინტენსივობის ან გარკვეული შფოთვითი აშლილობები, რომელთანაც მხოლოდ ფსიქოთერაპია არის საკმარისი და მათ არ ჭირდებათ მედიკამენტოზური ჩარევა, თუმცა დიაგნოსტირება აუცილებლად უნდა მოახდინოს ექიმმა და არის შემთხვევები, როდესაც ორივე ტიპის ინტერვენცია არის საჭირო და ძალიან კარგად მუშაობს ეს კომბინირებული თერაპია და ვიღებთ კარგ შედეგს შფოთვითი აშლილობის მართვაში. და მკურნალობის ბოლოს, როცა მორჩება მკურნალობა, შესაძლებელია თუ არა პაციენტის სრულად ასე ვთქვათ, დავისჯენს ცხოვრებას, შვიდ ცხოვრებას დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის პროგნოზი შფოთვითი აშლილობების არის ძალიან კარგი მისი მკურნალობის შემთხვევაში. იცით რა შეასაქმე, ან სიმპტომების მკურნალობა და კარგი შედეგი არ გულისხმობს მხოლოდ სიმპტომების არარსებობას. ფაქტობრივად ჩვენ უნდა ვასწავლოთ, ადამიანები სწავლობენ ემოციის რეგულაციას, როგორ უნდა გაუმკლავდნენ შიშს, რომელიც მათში ჩნდება და მკურნალობის შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად სრულად შეუძლიათ მართონ თავიანთი მდგომარეობა და პროგნოზი ნამდვილად გვაქვს ძალიან კარგი, ძალიან ხშირ შემთხვევაში. მართვადია ეს მდგომარეობები. და საბოლოოდ, ასე ჩვენ მსმენელს რა ვთქვათ, როგორ ხდება შფოთვითი აშლილობის პრევენცია და ჩვენს ახალგაზრდებს რომ მოვუწოდოთ, როგორ უნდა იზრუნონ მათ თავიანთ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. შფოთვითი აშლილობის პრევენციას რაც შეეხება, ისე როგორც მენტალურ აშლილობების პრევენცია ძირითადად რამოდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს. ეს არის დაბალი რისკის მქონე ადამიანები ჯანმრთელ პოპულაციაში პრევენციული მექანიზმების სწავლება, ასე ვთქვათ, ეს მაინც ფსიქოთერაპიული მეთოდია, მათთვის ემოციური რეგულაციის სწავლება, არის მაღალი რისკის ადამიანები, ვისთანაც ვინც უფრო მეტად განწყობილნი და მოწყვლადნი არიან სტრესის მიმართ, აქაც ხდება მათი ემოციის რეგულაციის სწავლება, კოგნიტურ შეცდომებზე მუშაობა და კოგნიტურ სქემებზე მუშაობა და ასევე მნიშვნელოვანი პრევენცია უკვე გადატანილი შფოთვითი აშლილობის შემდეგ მომდევნო ეპიზოდის რეციდივი, ანუ რომ არ განმეორდეს, ამისათვის პრევენციული ღონისძიებები. აი რაც შეეხება თერაპიულ პროფილს, ეს არის ფსიქოთერაპია და ყველაზე კარგად აქ მუშაობს კოგნიტურ
behaviorally თერაპია, თუმცა სხვა დანარჩენ ფაქტორებს, ვთქვათ, ჯანსაღ დღის რუტინას, ჯამრთელყვებას, ძილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჯანსაღი ცხოვრების რიტმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მისი პრევენციისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო ანა, რომ მოგბრძანდით ჩვენთან ამ თემაზე სასაუბრად. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შეხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.